მეცხრე სახლი იგივენაირად პასუხს აგებს რელიგიურობაზეც. ანუ ადამიანის აზრის მიხედვით რელიგიაზე ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რამდენად განვითარებული არის, განვითარების რომელ დონეზე დგას მისი მეცხრე სახლი. სულ სახლს აქვს განვითარების 4 დონე და განვითარების პირველ დონეზე მყოფი ადამიანი ფიქრობს, რომ ღმერთი არის დამსჯელი ორგანიზაცია, ის რაღაც ფიგურა, რომელიც ადამიანებს სჯის. როდესაც არის აი ესეთი შიში რელიგიურობაში, ზოგადად ეს არის განვითარების პირველი ეტაპი ჯერ. ეს არის როგორც ბავშვები არიან პირველ ეტაპზე, როდესაც ღმერთზე ესაუბრები, ეშინიათ, ეს არის შიში. როდესაც რელიგიურობა განპირობებული არის შიშით, ეს არის განვითარების პირველი ეტაპი. განვითარების მეორე ეტაპზე მყოფი ადამიანი უკვე ცოტათი ცვლის სტრატეგიას და ესეთ შემთხვევაში იძახის, რომ ღმერთი მთხოვს მე სიყვარულს, მაგრამ თხოვს იძულებით, ანუ რაღაც ძალადობრივი მეთოდებით მაშინებს და ისე მთხოვს სიყვარულს, რომ აი შემიყვარე, თორემ მოხვდები ჯოჯოხეთში. აი რაღაცა ესეთი თემა, როდესაც არის რომ თორემ და როდესაც აშინებ და ესე ვთქვათ ზეწოლას ახდენ ადამიანზე, რომ ესე ვთქვათ გამოსტყუო მისი სიყვარული, აი ესეთი ლოგიკა როდესაც აქვს ადამიანს, ეს არის მეცხრე სახლის განვითარების მეორე დონე. მესამე დონეზე უკვე ადამიანი საკმაოდ ჩამოყალიბებულია ისე თუ ასე რელიგიის სფეროში და უკვე თვლის, რომ ღმერთი არის მრავალსახოვანი, რომ 1000-ნაირი სახელი შეიძლება ჰქონდეს, რომ ბევრნაირი სახე შეიძლება ჰქონდეს. ის არ არის მხოლოდ კეთილი სახე, მხოლოდ ბოროტის სახე, მხოლოდ ანუ ხვდება უკვე, რომ ამ ღმერთსაც აქვს კონკრეტული თავისი თვისებები, აქვს ბევრნაირი ვარიანტი თავისი მესის და შესაბამისად ღმერთი არის მრავალსახოვანი და შესაბამისად მისი ყოველი ზეგავლენა ადამიანზე არის ანუ იმ მიზნით, რომ ადამიანს რაღაც კონკრეტული გზა აჩვენოს, რომ კონკრეტულ თავის კალაპოტში, ესე ვთქვათ, მიმართულება მისცეს, ესე ვთქვათ, ადამიანს. მეოთხე დონეზე უკვე ადამიანს აქვს განვითარებული თავისი კონკრეტული თეორია, თუ როგორი არის ღმერთი და ეს თეორია არის იმდენად კომპლექსური და იმდენად რთული, ვერავინ ვერ გაიგებს. გარდა იმ ადამიანს, რომელიც თვითონაც იგივე ეტაპზე არის. და მე შეგახსენებთ, რომ ბევრი ადამიანი არის ოპტიმისტი, რომელსაც თავიდანვე გგონია, რომ ანუ თვითმოტყუების ილუზიაც არის აქ, რომ ყველაფერი იცის და კი იმეც ესე ვფიქრობ, ანუ ეს უკვე ილუზია არის, რეალურად განვითარების მეოთხე ეტაპს ძალიან ცოტა ადამიანი აღწევს. ძალიან ცოტა. მესამე ეტაპი განვითარების არის ადამიანისთვის ბევრი ადამიანების უმრავლესობისთვის არის მაქსიმუმი განვითარების ეტაპი ერთ კონკრეტულ ცხოვრებაში. ეს არის ძალიან მაღალი დონე მეოთხე. წარმოვუდგენთ, მაღალი დონე ჩვეულებრივი ცოცხალი ადამიანის.